Როგორ დაიგეგმა საქართველოში რუსეთის ორგანიზებული სპორტული ტურნირი. ლაპარაკია საერთაშორისო მას რესლინგის ჩემპიონატზე. სპორტის ამსახეობის ფესვები რუსეთიდან მოდის, საერთაშორისო ფედერაციაც რუსეთს ეკუთვნის, მაგრამ უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ საქართველომ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა ის დატოვეს. მამუკა ტუსკაძე, რომელიც ახლა საქართველოში ეროვნული ფედერაციას აყალიბებს, რუსებს შეკრების ორგანიზებაში ეხმარება. იდეა და ფული რუსულია, საქართველოში ჩამოსვლას იაკუტის ოლქის სენატორი რუსეთის ფედერალური მთავრობის წევრი ალექსანდრ აკიმოვი აპირებს. აკიმოვი მას რესლინგის ფედერაციის პრეზიდენტია, ის აქტიურად უჭერს მხარს პუტინს და უკრაინის მოქალაქეების ხოცვას ეგრეთ წოდებული რუსული მშვიდობის დამყარების საბაბით. ევროპის ღია ჩემპიონატი ასე დაარქვეს დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც ამ თვის ბოლოს ჩატარდება. ოფიციალურ საიტზე განთავსებულ საინფორმაციო პოსტერზე ნათქვამია, რომ შეკრება ტარდება წყალტუბოს სპორტ კომპლექსში. ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, მაგრამ ტუსკაძე ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არაფერში ეხმარება და ღონისძიების ადგილიც შეცვლილია. ჯერჯერობით ეს საიტზე არ არის ასახული. ჩემპიონატის საინფორმაციო პოსტერზე არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ლოგოები. მამუკა ტუსკაძე თავის Facebook გვერდის cover ფოტოზე ოცნების დეპუტატთან ლაშა ტალახაძესთან პოზირებს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფოტო ტალახაძესთან მის გვერდზე. ტუსკაძე ქართული ოცნების და ხალხის ძალის მხარდამჭერია. თავად ბედი პოლიტიკაში არაერთხელ სცადა, მათ შორისაა პატრიოტთა ალიანსში მისი წევრობა. სოციალურ ქსელში ატვირთული აქვს მოსკოვში ყოფნის ამსახველი ფოტოც, გამოირჩევა აგრესიული დამოკიდებულებით მიმდინარე პროტესტის მიმართ. პოსტებით თავს ესხმის მზია ამაღლობელსაც. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ სატელეფონო ინტერვიუ ტუსკაძესთან. ის ამტკიცებს, რომ ჩემპიონატის ჩატარების უფლებაც აქვს და რომ საქართველოს ეროვნულ ფედერაციას თავად წარმოადგენს, თუმცა აღიარებს, რომ აკრედიტებული ამ დრომდე არ არის. თქვენ ალტერნატიული ფედერაცია შექმენი? კი. და რა ლეგიტიმაცია აქვს თქვენს ფედერაციას? ჯერ არ ხართ აკრედიტებული? რაღაც რეორგანიზაცია აქვს სამინისტროში, როგორც კი დასრულდება რეორგანიზაცია, ჩვენ გავიდით აკრედიტაციას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთაშორისო მას რესლინგის ფედერაცია, რომელსაც თავმჯდომარეობდა რუსეთი, დატოვა მათ შორის საქართველომ ხო დატოვა და ეხლა საქართველო როგორ აღმოჩნდა, რომ ბრუნდება ამ ფედერაციაში და რატომ ბრუნდება? უკრაინაში ომი აღარ არის? უკრაინის ომი რაშოში არის? აქ არის სპორტი და ჩვენ ვართ სპორტსმენები. ვწევით რაშია საქმე. და უკან რაღაცა უბრუნდებით, მაგას გეკითხებით. ასე უკან რაღაცა უბრუნდებით, კაცო. სადაც არც უკრაინა, არც ფინეთი არ არის, არც ლიეტვა არის. არა, უკრაინა თავის პრობლემები აქვს და მიხედოთ თავის პრობლემებს, ჩვენ რაშოში ვართ უკრაინასთან. საქართველოს მოყოლიყო მასპინძელი გადაწყვიტა საერთაშორისო ფედერაციამ ჩემი თანხმობით. ანუ რუსეთმა. რუსეთის საერთაშორისო უცხოძალა რუსეთია, მიხარიათ თუ ამას ასე აღიარებთ. თქვენ როდის იყავით ბატონო მამუკა რუსეთში ჩასული მოლაპარაკებები ვისთან გამართეთ? იყავით ჩასული, მე რა. როდის იყავით? ერთი სამჯერ ვიყავი ამ ბოლოს. და ვის ელაპარაკებით? ანუ ვინ არის ორგანიზატორი, სპიკერი? სენატორი ალექსანდრ აკიმოვი. რუსეთი აფინანსებს თვითონ ოკუპაციის კანონი, ვისაც არ არის დარღვევილი, ყველა ჩამოვა. ალექსანდრ აკიმოვი ჩამოვა. აკიმოვი უჭერს მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას უკრაინაში მხარს. ანუ თუ მის იდეოლოგიას იზიარებთ, ხო, გასაგებია ყველაფერი. არაფერი, მე ვიზიარებ, ნამდვილად ვიზიარებ, ახლა ზელენსკის მომხრე არ ავარ, მე მგონი მივხვდის, ხო და საერთოდ ალბათ მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას მხარს უჭერთ. არავითარ მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, ომია და დაიღუპება. და რუსეთმა არ დაიწყო ეს ომი? რუსეთმა დაიწყო ეს ომი თავის ტერიტორიების და გასათავისუფლებლად. ბედერადო დაიწყო ეს ომი. დაიწყო და რა. ამ ღონისძიებას და იდეას პუტინის კურთხევაც აქვს, როგორც მივხვდით. ეხლა მაგი უნდა გითხოთ საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობას რა. რუსეთს. ხო, რუსეთია. რამდენჯერ გითხარით, კაცო, იმეორებთ უცხოძალას. ჩვენ შევძელით ამ თემაზე ევროპის მას რესლინგის ფედერაციის პრეზიდენტისთვის დაგვესვა კითხვები, ის ფინელია. ასევე ვესაუბრეთ უკრაინის მას რესლინგის ფედერაციის პრეზიდენტსაც, რომელიც ახლაც რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებშია ჩართული. ვალერი გაზაევი გვიყვება, რომ იმას, რასაც ახლა საქართველოში რუსეთი გეგმავს, რუსული ფედერაცია 3 წელია ფულით, მოსყიდვით, ზეწოლით ცდილობს, გამოიყენებს როგორც პროპაგანდის იარაღს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ მას რესლინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იაკუტის სენატორმა რუსეთის ფედერაციის მთავრობაში ალექსანდრე აკიმოვმა საჯაროდ მხარი დაუჭირა პუტინის ქმედებებს და ეგრეთ წოდებულ სამხედრო ოპერაციას. ამ დროს ჩემი მშობლიური ქალაქი მელიტოპოლი, რომელშიც მას რესლინგს ვავითარებდი, უკვე ოკუპირებული იყო. ამ ოფიციალური განცხადებების შემდეგ უკრაინის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, კანადის და ამერიკის ეროვნულმა ფედერაციებმა განაცხადეს მას რესლინგის საერთაშორისო ფედერაციების დატოვების შესახებ. ამის შემდეგ ახალი ევროპული ფედერაცია დარეგისტრირდა, რომელიც შეიქმნა ფინეთში, ვატარებთ ევროპის ჩემპიონატებს, რომელშიც საქართველოს ფედერაციაც მონაწილეობს. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან. მას რესლინგის საერთაშორისო ფედერაცია თავისი არსით წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის იარაღს. დაბლოკილი იყო საერთაშორისო არენასა და გარკვეულ სერიოზულ სპორტულ ღონისძიებებსა და ფორუმებზე. გაუქმებული იყო. მთელი ამ 3 წლის განმავლობაში დიდძალი ფულისა და რესურსის, ბერკეტების, ზეწოლისა თუ მოსყიდვის გამოყენებით ფედერაცია ცდილობს დაბრუნდეს ევროპაში, ამერიკაში და ჩაატაროს იქ შეჯიბრებები. ამ მომენტისთვის მსგავსი მცდელობაა საქართველოში. მათი კაცის დახმარებით, რომელიც წარსულში თბილისის მას რესლინგის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. საქართველოს ეროვნული ფედერაციის გამოსვლის შემდეგ ის სიამოვნებით გახდა რუსეთის მხარის წარმომადგენელი საქართველოში და ეხმარება ახლა ჩემპიონატის ჩატარებაში. არ ვიცი ქართული კანონმდებლობა, მაგრამ უკრაინაში სპორტული ახალგაზრდული საერთაშორისო ღონისძიება რომ ჩაატარო, საჭიროა საქალაქო მუნიციპალური ხელისუფლების ნებართვა. მეორეც, ომის დაწყებამდე ყველა საერთაშორისო მონაწილე გადიოდა შემოწმებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, რთული წარმოსადგენია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დაუშვას ასეთი ფეიქ კეთილი ნების თამაშების ჩატარება, რასაც ასიასაღებს რუსული პროპაგანდა. მიზანი გასაგებია. ერთი ეს არის რუსეთის კიდევ ერთი თვალთმაქსური განაცხადი. თითქოს სპორტი პოლიტიკა არა, სპორტი მშვიდობაა, რომ ფედერაციას გაერთიანება და არა დაყოფა სურს. ჩვენ ეს კარგად ვიცით. წლები თვალებში ამას გვაყრიდნენ, მაგრამ როცა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო რუსეთმა, საერთაშორისო ფედერაციის ყველა ხელმძღვანელმა მთლიანად მხარი დაუჭირა პუტინს. ამიტომ ეს არის თვალთმაქსი ფედერაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სპორტის პრინციპებთან და საქართველოში ამ ჩემპიონატის ჩატარების მცდელობა არის სხვა არაფერი თუ არა რუსული პროპაგანდა, მისი ნამდვილი გაგებით ცინიკური, დაუნდობელი, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული მიზნები და სპორტი აქ არაა. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, თუნდაც კონკრეტული თვითმმართველობის ხელისუფლება და აქტივისტები არ დაუშვებენ ამას. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო მაგალითზე მინდა მოგიყვეთ პუტინის მთავრობის, რუსული სპორტის და პროპაგანდის ცინიზმზე. იმ დროს, როცა რუსეთის ფედერაცია, იაკუტის ფედერაცია მთელი ძალებით ცდილობს მოისყიდოს, მოიტყუოს, ჩაითრიოს საქართველოს და ევროპელი სპორტსმენები, რათა ჩემპიონატზე გამოვიდნენ, ყალბი გაგების პროპაგანდას ეწევიან სპორტი პოლიტიკის გარეშე. ამ დროს უკრაინის მას რესლინგის ფედერაციის ორი ყოფილი სპორტსმენი სერგეი კისრი და კირილ ჩუკავი რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან. რუსეთის მას რესლინგის ფედერაცია როცა გაიძახის, რომ მშვიდობისა და სპორტის მომხრეა, სინამდვილეში მთლიანად პუტინის მიერ უკრაინის ოკუპაციას უჭერენ მხარს და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეები არიან. დაფიქრდით ცინიზმის ამ დონეზე. ბევრი ევროპული ქვეყანაა ჩვენი ევროპული ფედერაციის ნაწილი. საერთაშორისო ფედერაციას კი ძალიან ცოტა ქვეყანა ემხრობა. როგორც შემთთვის არის ცნობილი, სპორტსმენები ინდივიდუალურად არიან ჩართული უნგრეთის, სლოვაკეთის ფედერაციებიდან, მაგრამ ძირითადად ათლეტები და არა ფედერაციები. ეს შეჯიბრი იზიდავს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ყირგიზეთს, მონღოლეთს. რაც ეხება ევროპას, აქ ძირითადად ესმით, რა არის ასე ვთქვათ ამ თამაშის ნამდვილი სახელი. ჩემი აზრით, ახლა მსგავსი ჩემპიონატის ჩატარება არასწორია. მომავალში შეიძლება, მაგრამ ახლა უკრაინის მხარდაჭერაზეა ლაპარაკი. ევროპა მთლიანად მხარს უჭერს უკრაინას, იქნება ეს პოლიტიკური მხარე თუ სპორტის სფერო. საქართველოს გირის სპორტის, მას რესლინგის, ბაგირის გადაძალვის და კროსფიტის ეროვნული ფედერაცია ჩვენი პარტნიორია და ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ შეჯიბრთან. აბსოლუტურად. და რატომ ტარდება საქართველოში? იმიტომ რომ რუს ათლეტებს არ შეუძლიათ ევროკავშირის ზონაში ვიზის აღება. შესაბამისად, რესლინგის ვერანაირი შეჯიბრი ვერ ჩატარდება მათთვის ევროპაში. ჩემთვის ეს არ არის ნამდვილი რამ, მასში რეალურად ევროპელი ათლეტები არ მონაწილეობენ, მხოლოდ რამდენიმე ინდივიდუალურად. როგორც თქვი, ევროპის ფედერაციას ჩვენ წარმოვადგენთ და ევროპის ღია ჩემპიონატი უკვე ჩავატარეთ ფინეთში გასულ ოქტომბერს. წელსაც გვაქვს დაგეგმილი და მაშინ ნამდვილად ევროპული ფედერაციები მიიღებენ მონაწილეობას. ეს ტარდება საქართველოში, იმიტომ რომ ევროპაში ვერ ჩამოდიან. არ ვიცი ფეიქია თუ არა, მაგრამ ძალიან ცდილობენ. როგორც ვიცი, ქართველი სპორტსმენი ერთი ან ორი მონაწილეობს და როგორც რამდენჯერმე ვთქვი, ჩვენ თანამშრომლობთ მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ფედერაციასთან.
ფეხბურთელთან და ერთად ვმუშაობთ. Როგორ შეიძლება ევროპის ღია ჩემპიონატი ჩაატარო ევროპელების გარეშე? მაგალითად, 60-70 კაცს შორის თუ 4-5-ია ევროპელი. რანაირადაა ევროპის? ეს ყველაფერი ომის გამო ხდება. ევროპელებს არ სურთ რუსეთის, ანუ მას რესლინგის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერა. ამ დრომდე საქართველოში ეროვნულ ფედერაციად სპორტის სამინისტრო იმ ორგანიზაციას ასახელებს, რომელსაც ვალერი გულბანი ხელმძღვანელობს. რუსეთის მიერ დაგეგმილ ტურნირთან დაკავშირებით მასაც დავუკავშირდით, ირკვევა, რომ ცნობები ჩემპიონატის შესახებ აქვთ სამინისტროში, რეაგირება ჩვენთვის უცნობია. ლეგიტიმაცია ხა თავად ანსაჯეთ არც ასე ვთქვათ სამთავრობო და ჩვენი მხრიდან წესით არ უნდა კონდეს, მაგრამ ახლა შესაძლოა როგორც ხდება ხოლმე ზოგჯერ ხა სამწუხაროდ ჩვენთან ზოგიერთ სპორტის სახეობაში რაღაც ესეთი ფეიქ ორგანიზაციები ატარებენ კერძო სექტორის ჩართულობით ან ვიღაც უცხოეთიდან ჩართული ბიზნესმენების დახმარებით ღონისძიებებს და ამის მონიტორინგი ალბათ უფრო სხვა სტრუქტურების ასე ვთქვათ როლი არის, როგორც ვიცი, ერთადერთი სპორტსმენი ვითხრეს მოგვაწოდეს ინფორმაცია აპირებს გამოსვლას საქართველოს სახელით, რომელიც ჩვენთან აღარ ირიცხება. დამოუკიდებლად, კი ბატონო, და როგორც ვიცი, შეგვატყობინეს ასევე ჩვენმა მეგობარმა სპორტსმენებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ეძებენ, ესე იგი, ერთი ეძებენ ქართველებს, ან წარმოშობით ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მეორე ცდილობენ სხვადასხვა აფრიკის და მექსიკის და რაღაც ესეთი ქვეყნებიდან ხალხის ჩამოყვანას, თუმცა ამ ღონისძიებას დაარქვეს ევროპის ღია ტურნირი და ცოტა გასაოცარია მექსიკა და აფრიკა რა შუაში.